დაიკება ენერგიის ხარჯვა. ცეკვების დროს დიეტათვის არ მიმართავს, იმიტომ რომ მაყურებელი გხედავს ახლა გავიხსენე. ძალიან ბევრს ვარჯიშობდი, თითქმის დილიდან საღამომდე თავს ვაკლავდი. ნუ ფაქტი სახეზე იყო ვაკლავდი. ხო, 12 კილო დავიკელი ერთ თვეში ზუსტად და ძალიან კარგად დავიკელი. ხო, ფიზიკურად. მაგრამ მე მგონი ძალიან ჯანმრთელად დაიკლო ბიძინა, იმიტომ რომ მან ნელ-ნელა მოიკლო ეს 12 კილოგრამი. ანუ ჩემი მეწყვილე სულ მთელი ვარჯიშის განმავლობაში მეხმარებოდა ძალიან, იმიტომ რომ თხოვე რომ მინდა თქო რომ დავიკლო წონაში, იმიტომ რომ მაშინ მთელი თბილისი და მთელი საქართველო ლაპარაკობდა რა მსისქეა და როგორც ეკავს და ნუ მაიკედ ეს მithomები იყო და ნუ თხოვე რომ ძალიან მინდა თქო რომ ყველა ერთი კითხვა მაქვს, ხოლმე ამიტომ გიდოდა გახთმა რომ გესმოდა რომ რა მსისქეა თუ შენ თვითონ გაწუხებდა შენი წონა. არა, მე თვითონაც მინდოდა რა თქმა უნდა რომ უფრო კარგად გამოვიყურებოდე და რაღაც, მაგრამ მინდოდა რომ ყველასთვის მეჩვენებინა რომ შემიძლია და გავაკეთებ და რაღაცნაირად იკლებდი ნელ-ნელა, იცი ყოველკვირა სხვადასხვა წონა იყო. და მეკითხა რომ ეს ახლა იდეალურია და ძალიან კარგია და გაგვიხარდა რომ ესე დაიკელი თქვათ ანუ სპორტული აქტივობით, მაგრამ ხო არ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში ისეთი შემთხვევა როცა ესე სწრაფ დიეტას მიმართებთ თქვათ სხვა დროს ცხოვრების სხვა ეტაპზე ძალიან ხშირად ვაკეთებ. მაინტერესებდა მოიწვევოდი თუ არა. აი ძალიან ხშირად ვაკეთებ და ჩემი საყვარელი დიეტა რომელიც არის ეს არის კეფირის დიეტა, შემიძლია რომ მხოლოდ კეფირზე ვიყო. რამდენი ხანი? მაქსიმალური რაც გამიკეთები ეს არის ერთი თვე ვიყავი კეფირზე. ერთი თვე მხოლოდ კეფირზე? კარგად ხარ? წყალი კეფირი. წყალი? წყალსაც ვსვავდი რა თქმა უნდა, ყავასაც ვსვავდი, ანუ სითხეს ვიღებდი კეფირის. ანუ სხვა საკვებს არ მეცოდი. საერთოდ. რა ეფექტი ქონდა? დავიკელი 18 კილო ზუსტად. ერთ თვეში. მაგრამ მოიმატე დიეტის და როგორ გძნობდი თავს? ვიყავი ყველაზე გამხდარი, რაც კი ცხოვრებაში ყოფილა, ვიყავი 50 კილო. ეს იყო ჩემი ქორწილის პერიოდი. 50 ვიყავი კეფტიკა. ეს იყო ჩემი ქორწილის პერიოდი, იმიტომ რომ თქვი რომ გამორიცხულია რომ 1 კილოგრამი მქონდა ეს თეთრ კაბაში თქვა და მართლა იდეალურ ფორმაში ვიყავი. სიყვარული მომიხდა როგორც ჩანს კეფირთან ერთად. ხო, თუმცა მალე არ მომიმატია სხვათა შორის. აი ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად. ცოტა გამეკონტროლებინა, მაგრამ აი ოდნავ რაღაც ზედმეტ ცხიმიანს ან ცომელს შევჭამდი, ეგრევე სასწორზე ვდგებოდი და 1 კილო 2 კილო მომატებული მქონდა ყოველთვის. თიკა, რამდენ ხანშია ანაზღაურე? აი ის რაც გაწუხებს. მე ორსულობის პერიოდში გავსუქდი ძალიან, ეს იყო რაღაც არანორმალური წონა მომატე 50 კილო მომატე. მერთო არადო ოპტიმალური წონის ნამატი ორსულობის დროს 12-14 კილო. უბრალოდ ჩემი პრობლემა ის იყო რომ მე მქონდა ძალიან რთული ორსულობა, თითქმის სულწოვლითი რეჟიმი მქონდა, ვიღებდი რაც კი ვიტამინი არსებობს ყველაფერს. და ჭამდი ალბათ ცხადია. და ნუ რა თქმა უნდა ჭამდი, ხო, არაფერს არ ვიკლებდი. ბიძინა მე 50 კილო 30 ორსულობის დროს. ჩვენ კეთრინ? მე არ ვიცი. ჯერ არ მომიმატია მაგ მიზეზით. მაგრამ თიკა მაინც ლაღი ბედნიერი და ხო, ნუ რაღაც წონა რა თქმა უნდა დავიკელი, მაგრამ აი ნუ სულ ვეჭიდავები იმ წონას, რაც აი ორსულობის პერიოდში მაქვს მომატებული და აი ვერაფრით ვერ ვაგდებ და ვერ ვდგები ისევ იმ 50. თიკა და აი ასეთი ვთქვათ მკაცრი დიეტების შემთხვევაში ჯანმრთელობაზე შენ შეგიტყვია რომ ვთქვათ აისახა ეს ცუდად? ნუ აი პირველი თავბრუსხვევა რაღაც არის ეს რომ ცოტა თავბრუსხვევები გაქვს და მე გული წამსვლია დიეტის დროს. და ორი კვირის მშიერი რო ხარ და მარტო კეფირზე რო ხარ? ადრე ვიცინებ, ანუ ადრე დავიძინო და ნუ მე რო იღვიძებ ხო აღარ გშიები. ეს აი მე დამეტყვი. თიკა, ეს კეფირი ლიმიტირებული იყო, თქვა 2 ლიტრი უნდა დაგელია 9 ლიტრი თუ აი როგორ იყო ეს კეფირი? კეფირს ბევრს ვერ დაალევისაც. ყიდულობდი ეს თან პლუს გასახდომი კეფირები რომლებიც არის. ანუ დაბალცხიმიანი და უკალორია. უცხიმად რომელიც ასევე კუჭის მოქმედების რაღაცას ამას ყველაფერს აგვარებს და ანუ ამას ყიდულობდი, ვსვავდი სადღაც 3-2 კილოს ალბათ დღეში, მეც ვერა. და თელი საქართველო ლაპარაკობდა რა მსისქეა და როგორც ეკავს და ნუ მაიკედ ეს მithomები იყო და ნუ ვთხოვე რომ ძალიან მინდა თქო რომ ყველა ერთი კითხვა მაქვს, ხოლმე ამიტომ გიდოდა გახთმა რომ გესმოდა რომ რა მსისქეა თუ შენ თვითონ გაწუხებდა შენი წონა. არა, მე თვითონაც მინდოდა რა თქმა უნდა რომ უფრო კარგად გამოვიყურებოდე და რაღაც, მაგრამ მინდოდა რომ აი ყველასთვის მეჩვენებინა რომ აი შემიძლია და გავაკეთებ და რაღაცნაირად იკლებდი ნელ-ნელა, იცი ყოველკვირა სხვადასხვა წონა იყო. აი ეს მითოდა მეკითხა რომ ეს ახლა იდეალურია და ძალიან კარგია და გაგვიხარდა რომ ესე დაიკელი თქვათ ანუ სპორტული აქტივობით, მაგრამ ხო არ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში ისეთი შემთხვევა, როცა ესე სწრაფ დიეტას მიმართებთ, თქვათ სხვა დროს, ცხოვრების სხვა ეტაპზე. ძალიან ხშირად ვაკეთებ. მაინტერესებდა მოიწვევოდი თუ არა. აი ძალიან ხშირად ვაკეთებ და ჩემი საყვარელი დიეტა რომელიც არის, ეს არის კეფირის დიეტა, შემიძლია რომ მხოლოდ კეფირზე ვიყო. რამდენი ხანი? მაქსიმალური რაც გამიკეთები, ეს არის ერთი თვე ვიყავი კეფირზე. ერთი თვე მხოლოდ კეფირზე? კარგად ხარ? კეფირი. წყალი?
წყალსაც ვსვავდი, რა თქმა უნდა, ყავასაც ვსვავდი, ანუ სითხეს ვიღებდი კეფირის. სხვა საკვებს არ მიეცოდი. საერთოდ. რა ეფექტი ქონდა? დავიკელი 18 ცხიმიანს ან ცომელს შევჭამდი, ეგრევე სასწორზე ვდგებოდი და 1 კილო 2 კილო მომატებული მქონდა ყოველთვის. დიკა, რამდენ ხანში აანაზღაურე? აი ის რაც გაწუხებს. მე ორსულობის პერიოდში გავსუქდი ძალიან, ეს იყო რაღაც არანორმალური წონა მომატე 50 კილო მომატე. მერთო არადა ოპტიმალური წონის ნამატი ორსულობის დროს 12-14 კილო. უბრალოდ ჩემი პრობლემა ის იყო, რომ მე მქონდა ძალიან რთული ორსულობა, თითქმის სულწოვლითი რეჟიმი მქონდა, ვიღებდი რაც კი ვიტამინი არსებობს ყველაფერს. და ჭამდი ალბათ ცხადია. და ნუ რა თქმა უნდა ჭამდი, ხო, არაფერს არ ვიკლებდი. იცი მე 50 ენერგიის ხარჯვა. ცეკვების დროს დიეტისთვის არ მიმართავს, იმიტომ აი რომ მაყურებელი ხედავს ახლა გავიხსენე. ძალიან ბევრს ვარჯიშობდი, თითქმის დილიდან საღამომდე თავს ვაკლავდი. ნუ ფაქტი სახეზე იყო და ხო 12 კილო დავიკელი ერთ თვეში ზუსტად და ძალიან კარგად დავიკელი. ხო ფიზიკურად. მაგრამ მე მგონი ძალიან ჯანმრთელად დაიკლო ბიძინა, იმიტომ რომ მან ნელ-ნელა მოიკლო ეს 12 ძალიან კილოგრამი. ანუ ჩემი მეწყვილე სულ მთელი ვარჯიშის განმავლობაში მეხმარებოდა ძალიან, იმიტომ რომ თხოვე რომ მინდა თქო რომ დავიკლო წონაში, იმიტომ რომ მაშინ მთელი თბილისი კილო ზუსტად. ერთ თვეში. ერთ თვეში. მაგრამ მოიმატე დიეტის და როგორ გრძნობდი თავს? ვიყავი ყველაზე გამხდარი, რაც კი ცხოვრებაში ყოფილა, ვიყავი 50 კილო. ეს იყო ჩემი ქორწილის 50 ვიკეთდიკა. ეს იყო ჩემი ქორწილის პერიოდი, იმიტომ რომ თქვი რომ გამორიცხულია რომ 1/11 კილოგრამი მქონდეს თეთრ კაბაში თქო და მართლა იდეალურ ფორმაში ვიყავი. სიყვარული მომიხდა როგორც ჩანს კეფირთან ერთად. ხო, თუმცა მალე არ მომიმატია სხვათა შორის. აი ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად. ცოტა გამეკონტროლებინა, მაგრამ აი ოდნავ რაღაც ზედმეტ